აი შალვა ერთმა ებრაელმა მასწავლა ებრაელმა რა აზრი აქვს შენთვის ახალ წელს ან 1 მაისს ან 7 ნოემბერს ან დაბადების დღეს თუ ფული ჯიბეში არ გიდევსო ხვალ რატო არ მუშაობა მე ვთქვი დასვენების დღეა დასვენება მაშინ არის კარგი როცა ფული გიდევ ჯიბეშიო უყურე ბიჭებო იცოდეთ ერთი რამ აი ახალი წელია ხო და წარმოიდგინეთ დღეს აი შეახედეთ ერთი ავტომობილი აი უყურე მეორე ავტომობილი მესამე ავტომობილი და მეოთხე ავტომობილი გაიყიდა ხო აი ახალი წელია დღეს და რო არ გვემუშავა ხო არ გაიყიდებოდა ახლა წამოდი ახლა იტყვიან ბედი შენ თვითონ უნდა მოიყვანო მოდი ახლა უყურეთ სალამ ალეიქუმ აი უყურეთ ახლა ბედიო ბედი მოდი რა არის ბედი არის შენ თვითონ უნდა იშრომო იწვალო რომ ბედი მოვიდეს თავისი ბედი არ მოვა თუ დაიძინე შალვა თუ დაიძინე 12 საათამდე არაფერი არ გექნება არასდროს დილით ადრე უნდა ადგე აი უყურე ახლა დღეს რომელიმე ცენტრმა მიიღო მანქანა ან გაყიდა ხო წავედით დავხვდით შემოვიყვანეთ ხო მოდით მოდი მე ვერ ხვდები ჯეტურის რეკლამას ვიღაცა რო აკეთებს ჩვენთვის აკეთებს რა თქმა უნდა აი მალადეს რა აი ჯეტური მე ხო ვთქვი რომ იმდენი ჯეტური იქნება საქართველოში რამდენიც საქართველოს დაჭირდება მეთქი ახლა მინდა მოსახლეობას უთხრა რომ აი უყურეთ ახალი მოდელი ჰიბრიდის BYD-ები ხო ეს ხო ვაფშე ბომბა მანქანებია მოდი აბა აქედან ვაჩვენოთ უყურე გიო უყურე როგორ არის ეს ცხოვრება იმისთვისა ვინ შრომობს სწორედ ცხოვრება იმისთვის არასდროს არ იქნება ვინც არ შრომობს თუ გინდა მიღწევა უნდა იშრომო ხო დილით ადრე უნდა ადგე აი რომელი საათია 4:09 ზუსტად ხო 4 მანქანა გაიყიდა და ერთი ტრაილერი მანქანა უკვე კიდე შემოვიყვანეთ ეს აჩვენე ჯეტურის ის აჩვენე წარწერა აგერ და ამიტომ მინდა უთხრა მოსახლეობას ჯეტური და კიდე ბევრი ბრენდები ჩვენია და გაიზრდება კიდე გისურვებ წარმატებას შემიძლია აი ფასდაკლებები კიდე გავაკეთოთ უკვე ახალი წელი დამთავრდა და იმდენად ბევრი ავტომობილი ყავს ყველანაირი ჯეტური ყავს ხო შალვა ყველანაირი თვითონ უნდა მოიყვანო ხო რას ქვია ახალი წელი მითხარ რამდენი გაქვს ფული ჯიბეში მოიგე რამდენი გაქვს მანახიავა ძირითადად ბარათზე მაგრამ 85 ლარი ქონია დიდი კაცია დირექტორია ბედი რა არის ადრე უნდა ადგე და გვიან უნდა დაწო და უნდა იშრომო ახლა ჩვენ რამდენი საქმე გავაკეთეთ რომელი საათია მათეს ძინავს და რეკავს იქიდან მამა მანქანა გაიყიდა იმიტომ რომ პროცენტს ვაძლევთ ესე არ გამოვა